საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. მისთვის საქართველოს არის ირაკლი ჩარკვიანის ქვეყანა და შესაბამისად მისი ტური არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ნინას შესრულებით ეს სიმღერა მოვისმინე რეპეტიციაზე. მე მივხვდი რომ თქვენ არ შევცდით, როდესაც სიმღერა მას შეურჩიეთ. იყო ამდენაირებს ეს პირველად და მე მეორედ იმის შუაში ხო იყო კიდე რაღაც იმპროვიზაცია. ფიქრობ რომ პირველ ჯერზე არ არის საჭირო იმპროვიზაცია. რას ფორტე მისი კომპოზიცია იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციურად შთამბეჭდავი, რაც ასევე მომდინარეობს უპირველეს ყოვლისა თავად ირაკლი ჩარკვიანისგან. ნინა სუბლატი I'm the
აქ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ბერლინში იქაც გადევინებ თვალყურს და რო ჩამოვა თავის კომენტარს აუცილებლად გააკეთებ შენ ამ დღეზე. ქეთათო ძალიან ემოციური იყო ესეც დარწმუნებული ვარ ქეთათო. ამ სიმღერით მეფე გახდა ირაკლი ჩარკვიანი. წარსდგა მეფის რანგში ზუსტად ამ სიმღერით. პირველად დაეწერა მის ვიდეოს მეფე. შენ დღეს იყავი საოცრება და აი ამ კომპოზიციის მულტიკულტურულობა თან შენი არანორმალურად ძლიერი ხმის ტემბრი იყო საოცრება. ისევ დიდი მადლობა თქვენ მაესტრო. დიდი მადლობა. მადლობა ნინი. მე ამაყება, რომ ჩვენ კონკურსში საქართველოს ვარსკვლავში აი ამდენი ნიჭიერი ადამიანია. ნამდვილად ესეთი ნიჭიერება არ ახსოვს მე მგონი არც ერთ კონკურსს და მეთანხმება ყველა. რაც შეეხება ნინას, ყოველთვის მაოცებს ამ ადამიანის თვითდაჯერებულობა. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს არ უმღერია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პირველივე გამოსვლიდან შენ ხარ თვითდაჯერებული, შენ იცი რასაც აკეთებ და ძალიან სწორად აკეთებ. ნინა, დღესაც მინდა გითხრა, რომ იყავი რაღაცა ფეერვერკი, მოგვიწყვე დიდი რაღაც ქარიშხალი და ძალიან მაგარი ნამღერი იყო და ძალიან დიდი მადლობა ამ ნამღერისთვის და ამ ენერგეტიკისთვის, რაც შენ გადმოგვეცი დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზაზა მე რომ კონდეს უფლება რომ ინგლისურად რო აფასებდე ჩვენი კონკურსანტების გამოსვლას, მე დღეს ვიტყოდი Nina Rocks და ეს სიტყვა ინგლისურში ბევრ სხვა რაღაცასაც გულისხმობს, მაგრამ პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ გაჯერებული იყო მისი გამოსვლა ძალიან მრავლად როკის ელემენტებით და მე გამახსენდა ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცია გამახსენა ჩემი უსაყვარლესი ჯგუფის Led Zeppelin-ის ქაშმირი. და დიდი მადლობა ნიკას რომ გვამოგზაურებს. მან წაგვიყვანა არგენტინაში, მან წაგვიყვანა ამერიკაში ბლუზი და ეხლა ინდოეთი, ქაშმირი და მე მინდა ვთქვა რომ ეს იყო უძლიერესი შესრულება. შენ ხარ ძალიან თვითყოფადი, შენ შესრულებაში იგრძნობოდა ძალიან მძლავრად სოციალური პროტესტის მუხტის და მე ვფიქრობ რომ როგორ ტრიბიუტი მიძღვნა, ეს იყო ყველაზე მაგარი ტრიბიუტი ირაკლი ჩარკვიანისადმი და უდიდესი საჩუქარი მისი მუსიკის თაყვანისმცემლების. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო კელა. გასაკვირველია, მომღერალი მსახიობია. და ისე კიდევ ერთხელ ნინა დაამტკიცე ეს დაადასტურე. იმიტომ მე ვფიქრობდი, როცა შენ მღეროდი, აი ესეთი ახალგაზრდა მომხიბლელი გოგონა ასე დამაჯერებლად მღერის, უკვე შუა ასაკს მიღწეული, ირაკლიმ ეს გვიან დაწერა, ესე იგი, ნაიარევი, ისეთ კაცის ტრაგიკული ნოტებით სავსე, ესე იგი სიმღერას, ასე დამაჯერებლად ღერის, ასე ადვილად. ესე იგი შენ მებერთე და გადასახვის უნარი გაქვს. შენ ხარ ნამდვილი მსახიობი, მაგრამ შენ გაქვს ერთი თვისება კიდე. ამას ქვია duende. ეს არის ესპანური სიტყვა და ისევე ძნელი ასახსნელია, როგორც აი მე ვახსენე swing-ი. მაგრამ duende თუ კი თარგმნით მას, მაინც ნიშნავს მომაჯადოებელ მაგნეტიზმს. ანუ მიზიდულობის ძალას და ეს უდიდესი პლუსია, იცოდი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ჟიურის. ფანტასტიკური შეფასება იყო. თუმცა სამწუხაროა, მხოლოდ ჟიურის შეფასება არ კმარა. თქვენს ხელშია ნინას ბედი, თქვენ ხართ ჟიურის მთავარი წევრი, ამიტომ არ უნდა დატოვოთ ის სხვის ხელში, უნდა აიღოთ მობილური ტელეფონები და დარეკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნინა დატოვებს პროექტს და დარწმუნებული ვარ, ეს არავის გინდათ. აი ძალიან მარტივია, აიღეთ ტელეფონი და დაურეკეთ ნინას ნომერზე 09377008. თქვენს ნაცვლად რასაკვირველია, ამას ვერავინ ვერ იზავს. ახლა ხესთხართ უყურებთ კონცერტს, ისმენთ არაჩვეულებრივ კონცერტს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის კონკურსი, ამიტომ მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები, ბილაინი არ ვზღუდავს პირიქით და დაურეკეთ აუცილებლად ნინას. ნინა ყოველ გამოსვლას და საერთოდ ჩვენი კონკურსანტები სულ ამტკიცებენ, რომ აქვთ უფლება იდგნენ ამ სცენაზე, ამ შემთხვევაში კი ნინა. ამიტომ მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ ნინას. ნინას უბლატი! მადლობა.